საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღია საზოგადოების ფონდების ორგანიზაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფონდს იუბილე მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა პრაღაში სწავლის პერიოდი გაიხსენა, სადაც იგი პირველად შეხვდა ჯორჯ სოროსს. პრეზიდენტმა ფონდის დამფუძნებელსაც, რომელიც ასევე იმყოფებოდა საიუბილეო გალა კონცერტზე, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მოღვაწეობას ფონდი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტის მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები. მე ეს შემიძლია ნამდვილად დიდი მადლობა უთხრა სოროსის ფონდს იმისთვის, რაც ამ ფონდმა დაუკეთა საქართველოს. ამ ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამოცანები აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში და მომიხარია, რომ მას ხელმძღვანელობს ჩემი მეგობარი და ამავე დროს არაჩვეულებრივი ადამიანი ქალბატონი ქეთევან ხუციშვილი.